ყვავილის ქოთანს ხომ აქვს ქვემოთ სადგამი, რომელშიც აი წყალი ჩაედინება. ის არ იყო ზუსტად ცენტრში დადგმული. აი ერთადერთია ეს რაღაცა ანუ დავინახე რომ ერთი თვალი პროექციაში გამოწეული არის წინ საკმაოდ. მამამ მასწავლა ჯერ ორი მნიშვნელოვანი რაღაც, რაც სწავლას ეხება. პირველი, არასოდეს არ დაუმალო არავის, რაც არ უნდა შენი გამოგონილი მეთოდი იყოს და შენი საავტორო მეთოდი ან ინსტრუმენტი არასოდეს არ დაუმალო. აი თვალებში ყოველთვის იგრძნობა ალბათ დისჰარმონიაც და ჰარმონიაც. კი, მაგრამ ზოგჯერ თვალებში ვერც ვიყურები და ესე ქვემოთ დეკოლტეში შეიძლება. ერლინ მონროს ჰქონდა გაკეთებული ოპერაციები და არაფერს არ შეუცვლიდი, მაგრამ კონსულტაციაზე მივიდა. დაიბარებდი. სიამოვნე. რა თქმა უნდა, მოგესალმებით პირველი სამედიცინო პოდკასტიდან და დღეს როგორც ხედავთ, ალბათ წარდგენა არ სჭირდება, მაგრამ ჩვენი სტუმარია ბატონი კონსტანტინე სულამანიძე. ჩვენ ამ პოდკასტის წამყვანები მე და ბატონი დავითი, რა თქმა უნდა, მოგესალმებით და კონსტანტინეს მასპინძელი დღეს გახლავთ მადონა გოცაძე, ჩვენი ასევე თანამშრომელი for hospitals-ის. პირველ კითხვას ტრადიციულად ალბათ მე დავსვამ, ხო? ბატონ კონსტანტინე, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რომ მოხვედით ჩვენთან, დრო დაგვითმეთ და პირველი მადლობა. მადლობა. ყველას მოგესალმებით, ჩემთვის დიდი სიამოვნება არის აქ თქვენთან ყოფნა ნამდვილად, იმიტომ რომ for hospitals-ი ჩვენი მეგობრები არიან, თქვენი გუნდი ძალიან ჩვენთვის ახლო ადამიანები და აქ როგორც სახში ისე ვგრძნობ ჩემ თავს. შეიძლება ასე ვთქვა. ძალიან მაგარი სიტყვა. არაჩვეულებრივი მისალმება იყო, მადლობა. და პირველ კითხვას დაგისვამთ ტრადიციულად. ყველას აინტერესებს, საიდან მოხვედით აქამდე, ანუ როგორ დაიწყო თქვენი კარიერა და საერთოდ რატო გადაწყვიტეთ ამ სფეროში მოღვაწეობა? ჩემი კარიერა ალბათ სხვანაირი არც იქნებოდა და ვერც იქნებოდა, იმიტომ რომ რაც ჩემი თავი მახსოვს, სულ მაინტერესებდა მედიცინა, პლასტიკური ქირურგია განსაკუთრებით, იმიტომ რომ სულ ამ საუბრებში და ამ თემებში ვიყავი, რადგან მამა ჩემი პლასტიკური ქირურგი, ჩემი უფროსი ძმა პლასტიკური ქირურგი, დედა დერმატოკოსმეტოლოგი და სულ ამაზე საუბარი საერთოდ საუბარი და ამიტომ ჩემი თავი მახსოვს პირველად ოდესაში კონგრესზე ვიყავი პლასტიკურ ქირურგიაზე, როდესაც ვიყავი 12 წლის. და ძალიან ბევრ ცნობილ პლასტიკურ ქირურგს ვიცნობ ბავშვობიდან და მეც მიცნობენ და რომ ხვდები ახლა სხვადასხვა კონგრესებზე მე ვფიქრობ რა ხელა გაიზარდა შენ ის პატარა ბიჭი არ ხარ და ამიტომ მიყვარს ეს პროფესია ალბათ სხვა პროფესიას ჩემ თავს ვერც წარმოვიდგენდა ასე დაიწყო ეს ყველაფერი და გრძელდება მის მერე. ხო, პლასტიკური ქირურგია არ არის მარტივი პროფესია, თუმცა მარტივი არც ერთი პროფესია არ არის ნამდვილად, მაგრამ პლასტიკურ ქირურგიაში, მედიცინაში არის მომენტები, როდესაც ქირურგი შეიძლება ან ექიმი გადამწვარიც იყოს რაღაც სირთულეების გამო, ან დატვირთული მუშაობა ზოგჯერ ყოფილა სიტუაციები, როდესაც ღამეც გვიმუშავია, საღამოს ძდე გვიან და ესე გადამულად თვეები, წლები ეს ყველაფერი გროვდება, შენი ცხოვრებისთვის დრო არ გრჩება რაღაც პრობლემები და იყო პერიოდები, როდესაც ძალიან ახთოვანებული ვიყავი ჩემი სპეციალობით, როდესაც ძალიან გადამწვარი ვიყავი, მაგრამ მე ეს ყველაფერი ჩემ თავში დავაბალანსე და მაქსიმალურად სტაბილურად მივყვები ერთი და იგივე ტალღას, ასე ვთქვათ და ვღებულობ სიამოვნებას, იმიტომ რომ თუ არ ღებულობ სიამოვნებას შენი სამსახურიდან, არც გამოგივა ის. აბსოლუტურად გეთანხმებით. ხოჩურს დავამატებ, ძალიან მე მქონდა პატივი ნამდვილად ყოფილიყავი თქვენი კლინიკის გახსნაზე, გაფართოებაზე, აი სანაპიროზე რაც არის. გარდა ამისა ვიყავი თქვენ საწარმოში, აპტოსში, რომელიც არის აი აეროპორტის ტრასაზე და მინდა გითხრათ, აი ნამდვილად თავი არ მიგონა საქართველოში და რატო?
თქვენ ძმას შევხვდი, თქვენი კომპანიის დირექტორსაც შევხვდი, ნახე მთელი ისტორია აპტოსის განვითარების და ძალიან საინტერესო იყო მართლა და კიდევ ერთხელ ვერ გავიქცევითათ ამ თემას, ძალიან მეამაყება რომ ეს ქუთაისელის ასე ვთქვათ დაწყებული ამბავია. ძალიან ნიჭიერი ხალხი ხართ ეს ქუთაისელი, რა გავაკეთო. და ყველაზე მაგარი იყო ის რომ თითქოს ყველაფერი იყო პერფექციონიზმამდე აყვანილი და ვეძებდი რა შეიძლებოდა ხარვეზი ყოფილიყო. ერთადერთი რაც ვიპოვე რომელსაც ალბათ კომპლიმენტად მიიღებთ, ძალიან ისეთ ბანალური რაღაცას ვამბობ, მაგრამ ყვავილის ქოთანს ხომ აქვს ქვემოთ სადგამი, რომელშიც წყალი ჩაედინება. ის არ იყო ზუსტად ცენტრში დადგმული. ერთადერთი ეს რაღაცა ანუ იმდენად ესე ვთქვათ პერფექციონიზმამდე მიყვანილი იყო საწარმო, რომელიც მართლა ნამდვილად არ მეგონა თავი საქართველოში. მაინტერესებს აქვე კითხვას დავამატებ, რომ თქვენ როგორ ფიქრობთ თვითონ აპტოსის თქვენი თამამად ვიტყვი თქვენი ოჯახის წვლილი დღე თანამედროვე ქართულ პლასტიკურ ქირურგიაში რა არის, რომელშიც მგონია რომ ჰოსპიტალშიც ძალიან მნიშვნელოვნად ვარ წარმოდგენილი და ვცდილობთ რომ ჩვენი ხმამაღალი სიტყვა ვთქვათ ყოველთვის, თქვენი ოჯახის აპტოსის ტოტალში, თქვენი ასე ვთქვათ შემოქმედების ესე დავარქვევ წვლილი საქართველოში როგორ შეაფასებდით და რაც განსაკუთრებით ბოლო ალბათ 10-15 წლის განმავლობაში უფრო მეტად შეიმჩნევა. და ისიც მაინტერესებს რომ მიხვალთ აი შეამოწმებთ თუ არა იმ ქოთნის. კიბეზე შემოწმებთ, მაგრამ კიბეზე იდგა რომ ჩამოდიოდი კიბეზე კუთხეში. ხო, კი ბატონო, მეც ეხლა ეს კომპლიმენტებიც არის და ალბათ თქვენი მხრიდან ეს განსაკუთრებით სასიამოვნოა, იმიტომ რომ პროფესიონალი ხართ. სამედიცინო სფეროშიც, სამედიცინო გაყიდვებშიც და ლოგისტიკაშიც და ყველაფერშიც. მეც იგივე შემიძლია თქვენ კომპანიაზე ვთქვა და განსაკუთრებით მენეჯმენტზე ეს მნიშვნელოვანი არის. როგორც ქოთანი შეიძლება არასწორად იდოს და იმასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნამდვილად. აქედან იწყება ყველაფერი, დეტალებიდან იწყება ყველაფერი. ასევე მენეჯმენტში შეიძლება რაღაც დეტალებში იყოს პრობლემა და ეს მე აფუჭებს თელ საქმეს. ამიტომ ასევე კომპლიმენტები. რაც შეეხება ალბათ გამოცდილება მოიტანა უბრალოდ, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც ჩვენი საქმე დავიწყეთ კომპანიას რაც ეხება აპტოს, სულ ვიყავით 4 კაცი. ჩვენ 3, მე მამაჩემი, ჩემი ძმა და კიდევ ერთი პარტნიორი. და სულ 4 კაცი ბიზნესი იყო, რომელიც მუშაობდა ძირითადად ექსპორტზე, მაგრამ ნელ-ნელა გავიზარდეთ და როდესაც ექსპორტის ბიზნესი გაქვს საქართველოდან სამწუხაროდ სერიოზულად არ მიგიღებენ საწყის ეტაპზე და ძალიან ბევრი ბრძოლა გჭირდება იმისთვის რომ დაამტკიცო რომ შენ მართლა კარგი პროდუქტი გაქვს და მართლა გინდა სიკეთე გააკეთო და თან სანდო პარტნიორი ხარ და ასე შემდეგ. დრომ მოიტანა და ბატონო მან დავამატებდი ძალიან ისე ვთქვათ შესამჩნევია ჩემთვის რომ თქვენ ყოველთვის პოზიციონირებას აკეთებთ რომ თქვენი ბიზნესი არის ქართული. მიუხედავად იმისა რომ უამრავი სერტიფიცირება გაქვთ გავლილი სხვადასხვა ქვეყნებში ევროპაში ამერიკაში როგორც ვიცი სადაც თქვენ შეგიძლიათ რომ ბრენდინგის ნაწილში ვთქვათ გეტყვათ რომ ჩვენ ვართ რაღაც გერმანული ან ევროპული კომპანია ყოველთვის ხაზი აქვს გასმული რომ თქვენ ხართ ქართული კომპანია რაც ძალიან საამაყოა და მადლობა კიდევ ერთხელ ამისთვის. მადლობა პირიქით ეს რომ დააფიქსირეთ გერმანიაშიც გვაქვს პატარა წარმოება მაგრამ ის რომ ქართული არის და made in Georgia აწერია ყველა პროდუქტს და ძაფს და მეთოდს ეს ნამდვილად საამაყოა და მიხარია რომ ასე მოხდა და თან მით უმეტეს ესეთ ხარისხიან პროდუქტს. მადლობა. ალბათ პრემიუმისკენ წასული პროდუქტი, პრემიუმ პროდუქტს ესე ვთქვათ რა. ჩვენ კი ვიცით ბატონ კოტე, მაგრამ მაინც ვიკითხავ, რა ადგილი უჭირავს თქვენ ცხოვრებაში ინოვაციებს, ანუ რამდენად ვითარდებით ინოვაციების თვალსაზრისით, ყველამ ვიცით. ჩვენი სმენელისთვის, მაყურებლისთვის. თუ არ აქ ერთ ადგილზე გაჩერება არ შეიძლება. როდესაც ექიმი იქნება თუ სამედიცინო ბიზნესი იქნება, გაჩერდა ერთ ადგილზე და ფიქრობს, რომ აი ეხლა მე სტაბილურად ვიმუშავებ და არც მინდა, არც იქეთ, არც აქეთ, სტაბილურად ვერასოდეს ვერ იმუშავებ, იმიტომ რომ მედიცინა ვითარდება ძალიან სწრაფად. ყოველ დღე რაღაც სიახლე ჩანს და ვხედავთ. ამიტომ თუ გაჩერდები ყველა ვარიანტში წააგებ, ან ცოდნაში წააგებ, არ გექნება ის რაღაც თანამედროვე ცოდნა, შესაბამისად გამოცდილებაც არ გექნება, სწორი მიმართულებით ვერ მიიღებ და თუ ბიზნესი გაქვს და იქ გაჩერდი, მით უმეტეს. არასოდეს არ უნდა გაჩერდე, ეს ისეთი ბიზნესია, შეიძლება არ ვიცი, რომ ცუდი შედარებაა, მაგრამ
იქ ყველა ბიზნესი რთული არის, მაგრამ სასტუმრო რო ააშენე და იქ 300 ნომერი გაქვს, ალბათ შეიძლება მეტი არც მოგინდეს რომ დაამატო, მაგრამ სამედიცინო ბიზნესი თუ ეს არის კლინიკა, იქ ჭირდება მუდმივი განვითარება, ხარისხზე მუშაობა, ახალი აპარატურის შემოტანა, ახალი მედიკამენტების, ახალი ექიმების, თუ სამედიცინო ბიზნესი გაქვს, ახალი პროდუქტის. ამიტომ ინოვაციები ძალიან მნიშვნელოვანი არის, ამისთვის არსებობს კონფერენციები, გამოფენები, სტატიები, წიგნები, არ ვიცი, YouTube-იც კი, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია, იქაც შეიძლება იპოვო რაღაც პროფესიონალური მიმართულება შენთვის, რაც გამოგადგება. აი, როდესაც სახში ვარ ვისვენებ, შემიძლია ჩავთო YouTube-ში რაღაც ოპერაცია. სიამოვნებით შევხედავ და უყურებ და რაღაცას ვნახავ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე YouTube-ში ნასწავლი მაქვს ოპერაციები, მაგრამ როგორც ფონად და ანუ იმდენად მიყვარს ჩემი საქმე, რომ იქაც ხო, ესეც ამ განათლებას და ცოდნას მინდა შევეხოთ. თქვენთვის როგორც აი ესეთი პროფესიონალი, გამოცდილი პრაქტიკოსი ექიმისთვის, რომელი უფრო მნიშვნელოვანია, როგორ ფიქრობთ? რა თქმა უნდა, ორივეს თავის ადგილი უჭირავს. კლასიკური თეორიული განათლება თუ პრაქტიკა? მე ახალგაზრდა ქირურგი ვარ და მიუხედავად იმისა, რომ უკვე რეზიდენტებიც ყავს ჩემი, ვისაც ვასწავლი, მე ვთვლი, რომ მე არ მაქვს ისეთი სასწაულად დიდი გამოცდილება, რომ შემიძლია ასე თამამად ვისაუბრო. ჩემი გამოცდილება 2009 წელს დავასრულე უნივერსიტეტი, 2011-ში მაშინ რეზიდენტურა 2 წლიანი იყო, 2011-ში უკვე პლასტიკური ქირურგი გავხდი და 13 წელი პლასტიკური ქირურგისთვის არც ისე დიდი გამოცდილება არის. გააჩნია რამდენს მუშაობ. იყო წლები, როდესაც 1000 ოპერაციას ვაკეთებდი წელიწადში. ალბათ მაგას აქვს მნიშვნელობა. აი ჩემი შემდეგი კითხვა იქნება მაგ თემაზე მაინტერესებს. რაც შეეხება გამოცდილებას, ყველაფერი ბალანსში უნდა იყოს. თეორიის გარეშე პრაქტიკა არ გექნება ნორმალური, სანამ პრაქტიკას დაიწყებ, თეორია აუცილებლად უნდა იყოს, მაგრამ თუ პრაქტიკოსი არ ხარ, აბა ქირურგი როგორ უნდა იყო? პრაქტიკა არის ქირურგია, არის პრაქტიკა პირველ რიგში. მაგრამ როდესაც უკვე თეორიულად ძლიერი ხარ, პრაქტიკაში გაძლიერდი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისევ თეორია უნდა დაივიწყო. ის პრაქტიკა გიჩვენებს შენს სუსტ ადგილებს, რა უნდა დახვეწო, ისევ პრაქტიკას უბრუნდები, მერე ისევ თეორიას უბრუნდები, შენი ნამუშევარის ანალიზს აკეთებ, სუსტ წერტილებს პოულობ, რაღაცას ცული, მუდმივი მუშაობა არის. აი მაგაზე მინდა რომ გკითხოთ, აი ყველაზე დიდი სირთულე რაც გადაგილახავთ, აი რო არასდროს არ ქონიათ ისეთი შემთხვევა რა იყო რა და როგორ გაართვით თავი ან როგორ ხდება ხოლმე ამ დროს რომ აი რაღაც მოლოდინი გაქვს როცა ჭრილობას ხსნიან ნებისმიერ პროცედურის დროს და აბსოლუტურად სხვა რაღაც ხდება. ხო არის ესეთი შემთხვევა? აი ყველაზე რთული რა გახსენდა? არის ასეთი ყოველი ოპერაცია არის უნიკალური. არ არსებობს ორი ერთნაირი ოპერაცია და რაც არ უნდა მოემზადო, შეიძლება დაგხვდეს რაღაც სიურპრიზები. სხვადასხვა ფაქტორები მუშაობს ამაზე, დაწყებული პაციენტის გემოდინამიკა, წნევა, პულსი, მენსტრუალური ციკლი, თუ ხშირი არის საკმაოდ ესეც, არ ვიცი, ოპერაციის მასშტაბი და ასე შემდეგ. რაც შეეხება რთულ შემთხვევებს, რთული შემთხვევის მენეჯმენტი არის ამ სპეციალობის განუყოფელი ნაწილი. და ამიტომ მუდმივად რაღაც ხდება, რასაც იმ მომენტშივე აკორექტირებ. ერთ-ერთი რაც მე დამამახსოვრდა და დარწმუნებული ვარ, რომ არასოდეს არ დამავიწყდება, ეს იყო საერთოდ მეშინია ყოველთვის პაციენტებზე ისტორიების მოყოლა, იმიტომ რომ კონფიდენციალურობა ჩვენ სპეციალობაში ნომერ პირველია და ამ მოყოლილი ისტორიით რო არ იცნოს ვიღაცამ თავისი თავი ამის მეშინია. მაგრამ არის ისტორია, რომელზედაც აქვს უფლება რომ მოყვე და კონფერენციებზეც გამოსულარ. მოკლედ ვაკეთებდი ძალიან შედარებით მარტივ ოპერაციას, ქვედა ბლეფაროპლასტიკას, ტრანსკონექტივალურს. ახალგაზრდა პაციენტი 35 წლის სადღაც. ეს არის ოპერაცია, როდესაც ნარკოზის ქვეშ კეთდება და ქვედაქუთუთ განაკვეთი კეთდება კონიუნქტივაზე, ანუ შიგნიდან, გარედან არანაირი განაკვეთი არ კეთდება. კეთდება რადიო დანით, ძალიან პატარა განაკვეთი და მხოლოდ ცხიმის თიაქრები უნდა ამოიღო, ზედმეტი კანი არ უნდა მოკვეთო. ამ ოპერაციას ძირითად შემთხვევაში ვაკეთებ 15-20 წუთში. მშვენიერი შედეგი აქვს. ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ოპერაცია არის, იმიტომ რომ ჭრილობა არ არის და
რა შეიძლება მოხდეს, მაგრამ მსმენია ბევრჯერ კონფერენციებზე და წამიკითხია, რომ სტატიები, რომ აი სადღაც 0.000 რაღაც პროცენტ შემთხვევაში არსებობს რისკი რეტრობულბარული ჰემატომის. ეს არის, როდესაც სისხლისდენა იწყება იმ თიაქრის პატარა სისძარღვიდან და ეს სისხლი იღვრება თვალის ბუდეში, ანუ თვალის უკან. და გროვდება იქ ჰემატომა, აწვება თვალს და მხედველობა იკარგება უახლოეს გააჩნია როგორი სისხლისდენა, მაგრამ შეიძლება ნახევარსაათში დაიკარგოს მხედველობა თუ დროზე რაღაც არ ქენ. მე მქონდა ტრაუმული გამოცდილება მსგავსი ამიტომ ვიცი. თქვენ მქონდათ თვალზე. ხო, ძალიან საშიში არის, დროულად უნდა მოხდეს, ხო. გაკეთდა ოპერაცია. ყველაფერი იდეალურად, ერთი წვეთი სისხლი არ ყოფილა პაციენტი იდეალური წნევით. დასრულდა ოპერაცია, პაციენტი გაიღვიძა, გადავიყვანეთ პალატაში. გავიდა სადღაც 9 საათი 40 წუთი, მე უკვე წასვლას ვაპირებ, დღის ბოლო არის და მირეკავს სექტანი, რომ კოტე ექიმო, სასტრაფოდ ჩამოდით რაღაც არ მომწონს. ჩამოვედი პალატაში და დავინახე, რომ ერთი თვალი პროექციაში გამოწეული არის წინ საკმაოდ, ანუ თვალის ბუდიდან გამოწეული არის და იმ თვალზე მხედველობა პაციენტს უკვე აღარ აქვს. ნუ, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ისევ საოპერაციოში, სასწრაფოდ, ისევ ნარკოზი და პირველ რიგში რაშვები. ურეკავ ოფთალმოლოგებს, შენ კოლეგებს ამ შემთხვევაში და 5 თუ 6 ოფთალმოლოგი ვიპოვეთ, უცებ რამოდენიმე ჩემი მეგობარი ნაცნობი, ერთი ამერიკაში აღმოჩნდა, მეორე ოპერაციაზე აღმოჩნდა, მესამე ტელეფონი არ აიღო და დავრჩი მარტო. იქ ვინც იყო, ანუ მე კი ვიცი თეორიულად რა უნდა გავაკეთო, ხო? უნდა გაკეთდეს გარეთა კანტოტომია ქვია, გარედან განაკვეთი, უნდა გაიხსნას უკვე ჭრილობა და ეს ჰემატომა უნდა ამოიღოს, სისხლისდენა გააჩერო და ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ რომ მიმყავს პაციენტი საოპერაციოში და ამას უყვები, რაც უნდა გავაკეთო, პაციენტს კატეგორიულად პაციენტი ამბობს, რომ მე თქვენთან მოვედი, იმიტომ რომ თქვენ ტრანსკონექტივალურად აკეთებთ და ეხლა გარედან განაკვეთს მე არ მივიღებ. ნუ, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში პაციენტს არ უნდა მოусმინო. ხო, ვერ არის მხედველობაზე არის საუბარი და გარედან განაკვეთს რაღაცნაირად მე ჩვენ გაუძლებთ ხო ჩვენს და ხო რაღაცას ვიზამთ. და თეორიული მოკლედ ცოდნით მხოლოდ გარედან განაკვეთის გარეშე აი არსებობს სიტუაციები, რომ ჯერ არ გაგიმართლა, რომ ეს მოგივიდა, იმიტომ რომ უიშვიათესი არის. და მერე გაგიმართლა, რომ შეძელი ამის მენეჯმენტი და ისევ ტრანსკონექტივალურად და იქ როდესაც სისხლისდენა არის და ჭრილობა, ეს პატარა ჭრილობა არის, მიდგომა ძალიან გიჭირს, ინსტრუმენტიც ვერ შედის იქ. იმდენად პატარა არის სისხლისდენა არის და ვერ ხედავ, სად არის თვალი, სად არის კონjunktივა, სად არის სისხლისდენა და ძალიან მაღალი შანსი არის იმისი, რომ უბრალოდ აგერიოს ანატომიური სტრუქტურები და სისხლის ნაცვლად კოაგულაცია გააკეთო თვალის ან კონjunktივის ან კიდე. მაგრამ აი მადლობა ღმერთს გამიმართლა, დავიჭირა ის სისძარღვი, ეს იყო არტერიული, ძალიან პატარა სისძარღვი, მაგრამ რომელიც ამხელა პრობლემა შემიქმნა და გავაჩერე ეს სისძარღვი, დავწმუნდი რომ ყველაფერი კარგად არის, პაციენტი გავაღვიძეთ და საოპერაციოში კიდე ვიჯექით დიდხანს რომ დარწმუნებული ყოფილიყავით და მადლობა ღმერთს ყველაფერი კარგად დასრულდა და პაციენტმაც სწორად მიიღო. მადლობებით, ყველაფერი კარგი, შედეგიც იდეალური და კონფერენციებზეც გამოვდივარ ახლა ამ შემთხვევით და აი რატო არის მნიშვნელოვანი, რომ პროფესიონალ ადამიანთან მოხვდეთ უნდა. რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად მედიცინა, იმიტომ რომ არ გაძლევს შეცდომის დაშვების საშუალებას. მე არც ერთ პროფესიას რა თქმა უნდა არ ვაკნინებ, მაგრამ ეს სხვა პროფესიაში რაღაცა შეიძლება შეგეშალოს მართლა, რაღაცა მანქანად დაგემტრეს და უშუალოდ, მაგრამ აი აქ ადამიანის, როდესაც ადამიანის სხეულს და ჯანმრთელობას ეხება საქმე და თუნდაც ესთეტიკურ სილამაზეს შეცდომას უშვებ, უკვე სერიოზული პრობლემაა და ძალიან საპასუხებლო ამბავია. რო გაიღვიძა და მე ვკითხე, ხედავ, აბა დახუჭეს, ხედავ და რო ამოისუნდა. და ამ ჰემატომის გაწოვა მოხდა ალბათ, ხო? ხო, რა თქმა უნდა, ასპირაცია იქ რბილი კანულით შედიხარ თვალის რეტრობულბარულ სივრცეში და იღებ და ის სისხლისდენაც რო გაჩერდა, იმ წამსვე უკვე თვალი ჯდება თავის სივრცეში, მხედველობა ბრუნდება. და რატომ მოხდა ახლა ამის ანალიზი რო გავაკეთე და დავიწყე ამაზე ფიქრი, რატომ მომივიდა ეს ოპერაცია ხშირია ჩვენთან.
როდესაც ოპერაციას ასრულებ, დარწმუნებული ხარ, რომ იქ სიმშრალეა და არ არის სისხლის დენა და ესეც იყო. 40 წუთი პრაქტიკულად გავიდა ოპერაციის უკვე გაღვიძების შემდეგ. მაგრამ პაციენტმა რომ გაიღვიძა, გააქტიურდა, გამოძრავდა, ცოტათი შეიცვალა, წნევა გაიზრდა, წნევა იყო შეიძლება 80-50-ზე, 90-50-ზე რომ გაიღვიძა, გამოძრავდა 120-60-ზე, დიდი არ არის, მაგრამ უკვე მნიშვნელოვანია. თან დიდი თიაქრები ქონდა საკმაოდ, დიდი კალიბრის სიზარღვები შედარებით და აი ისეთი რაღაცა არის, რომ ვერ გათვლი. დღეს რო ის ოპერაცია გამეკეთებინა, იგივენაირად გავაკეთებდი ალბათ და რამდენად იღებთ სიამოვნებას სხვების სწავლებაში, ასე ვთქვათ. ანუ ეს ისეთი მარადიული კითხვაა ხოლმე, არა მარტო ალბათ ექიმებში და ქირურგებში ზოგადად, რომ არ აქვს ხოლმე мотиваცია, რომ შემდეგ თაობას რაღაცები ასწავლო. ეს როგორ არის თქვენთვის? ეს ჩემთვის ძალიან დიდი სიამოვნება არის, იმიტომ რომ მამამ მასწავლა ჯერ ორი მნიშვნელოვანი რაღაც, რაც სწავლას ეხება. პირველი, არასოდეს არ დაუმალო არავის, რაც არ უნდა შენი გამოგონილი მეთოდი იყოს და შენი საავტორო მეთოდი ან ინსტრუმენტი არასოდეს არ დაუმალო, იმიტომ რომ შენ ხარ ექიმი და მხოლოდ შენ თუ აკეთებ ამას, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ მხოლოდ და თუ კარგია, მხოლოდ შენი პაციენტები ამას მიიღებენ. თუ ამას გაავრცელებ, შენი მთავარი დანიშნულება ცხოვრებაში არის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გააბედნიერო და გაალამაზო და თუ შენ დაიჭერ მხოლოდ ამ მეთოდს და სხვას არ მისცემ, ხოლო შენ პაციენტები გაბედნიერდები. ასწავლე ყველას. მიეცი საშუალება, არავის არ დაუმალო. თვითონ რატო ამას მიყვებოდა და რატო ცუდი გამოცდილება ჰქონდა. იქ ჯერ ყოფილა შემთხვევები მიყვებოდა, როდესაც რეზიდენტი იყო და ხვდებოდა სადღაც თავის მასწავლებელთან არა სხვა ექიმებთან და რომ უმალავდნენ ესე იმ საოპერაციო სივრცეს და მე ვერ ხვდებოდიო რატომ ესე ვიდექიო და უცებ ესე გადმოიწია ქირურგმა. მე სხვა მხრიდან მოვდიოდიო და სხვა მხრიდან გადმოიწევდა. მე მეგონა უბრალოდ ეს მისთვის კომფორტული იყო და მე პირდაპირ მითქვა რას მიყურებს ვერ ხედავ რომ არ მინდა რომ შეხედო. იმიტომ კი არა რომ მე არ მოვწონდიო, უბრალოდ არავის არ აძლევდა საშუალება. ამიტომ არ უნდა დაუმალო. ეს ნომერ პირველი. და მეორე რაც მასწავლა ის არის რომ ჩემი არლენი ექიმი არის ჩემი თავარი მასწავლებელი და ყოველთვის მეუბნებოდა რომ მე კი გასწავლი ამას, მაგრამ შენ რაც შეიძლება მეტ მასწავლებელთან და ქირურგთან უნდა ისწავლო, იმიტომ რომ თუ შენ ჩემ მხოლოდ იმას ისწავლი, რასაც მე გასწავლი, შეიძლება კარგად ვაკეთებ, მაგრამ შენ უბრალოდ copy-paste იქნება. ისე შენ შეკრიბავ ყველა შესაძლო ვარიანტებს და შენთვის კომბინაციები რაც ყველაზე კარგია. და შეიძლება შენი ვერსიაც განავითარო. შენი ვერსია, შენ ყველას თავისი კატეგორიის პაციენტები ყავს. ყველას რო დააკვირდეთ ყველა პლასტიკურ ქირურგს, ალბათ სხვა სპეციალობებში ესე არ არის. არიან პლასტიკური ქირურგები, ვინც უფრო სახეზე მუშაობს, ან ვინც უფრო სხეულზე მუშაობს, ან ვისაც პაციენტები ყავს 50+, ან პირიქით. რაღაც ნიშას, ხო, რაღაც ნიშას, თავისი. ვისთანაც თვითონაც ეკომფორტულებათ და იმ ნიშას ეკომფორტულება ამ ქირურგთან და შესაბამისად მეთოდიც უნდა შეარჩიო ისეთი. თქვენ რას ურჩევდით ახალგაზრდა ქირურგებს, რომლებიც ახლა იწყებენ და ახლა გადიან თქვენს გზას? შეიძლება ძალიან ბანალური, მაგრამ არასოდეს არ უნდა დანებდნენ. დღეს სამწუხაროდ მართლა გული მტკივა და ამაზე ვნერვიულობ, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ღებულობს სამედიცინო დიპლომს, მაგრამ ძალიან ცოტა მერე ღებულობს სპეციალობას, იმიტომ რომ ძალიან ცოტა ადგილები არის წელს, მაგალითად ზოგად ქირურგიაში ახლა გამოაქვეყნეს სულ 4 ადგილია. პლასტიკურ ქირურგიაში 1 ადგილია. ჩვენ გქონდა წელს კიდევ 4 ადგილი ავიღეთ, ეს უკვე კომერციული არის, მაგრამ ოფიციალური რეზიდენტურა არის და კონკურსი არის, წარმოიდგინეთ 60-65 ადამიანი ერთ ადგილზე. ის დანარჩენი, ვინც ნამდვილად კარგები არიან და მაღალი ქულები აქვთ და ოჩაღები არიან, რა უნდა ქნან იმ ბავშვებმა? ელოდონ შემდეგ წელს და შემდეგ წელს შეიძლება საერთოდ ადგილები არ იყოს. ზოგი მიდის ბელორუსიაში, ზოგი ვისაც საშუალება აქვს გერმანიაში, ამერიკაში, ან კიდე სადღაც და აი ასე გვეკარგებიან ეს. ამიტომ პირველი არის არასოდეს არ უნდა დანებდეს, მეორე ასევე რაც შეიძლება მეტი ვარიანტი ნახოს, რაც შეიძლება მეტი სხვადასხვა ლიტერატურა წაიკითხოს,
საუკეთესო ინვესტიცია არის წიგნები, ინსტრუმენტები, კონფერენციები, იმის მაგივრად რომ თუ მიყურებთ ახალგაზრდებო, იმის მაგივრად რომ ზაფხულში წახვიდეთ სადმე თურქეთში ან არ ვიცი ვის როგორ ისე შესაძლებლობა აქვს ბათუმში ან თუ იმეს მეტი შესაძლებლობა აქვს ბალიზე ან კიდე სადღაც, აი ამის მაგივრად ეს თანხა შეაგროვეთ და წადით კარგ კონფერენციაზე და უყურეთ, მოусმინეთ თქვენ კოლეგებს და თან დაისვენებთ კიდევაც, იმიტომ რომ ასეთი კონფერენციები ძირითადად კარგ ადგილებში ხდება. კი, ნამდვილად თქვენს კონფერენციაზეც სიამოვნებით დავდივართ ხოლმე. ამაზე ჩვენ ქალაქზე უკეთესი ადგილი ერთადერთი. ჩვენივრად სრულდება ხოლმე კონფერენციები. ქუთაისი რა თქმა უნდა, მაგრამ სალტი ვისაუბრეთ ალბათ. აუცილებლად შევეხებით, მაგრამ მანამდე კითხავთ ესეთ რაღაცას. გარდა აუცილებელი საჭიროებების, ანუ არის ხოლმე რაღაცა შემთხვევები, როცა აუცილებლად ჭირდება პლასტიკური ქირურგის ჩარევა, ხო? შეიძლება რამე დეფექტი იყოს, ან ავტოსაგზაო შემთხვევა, ან ასე შემდეგ. რეკონსტრუქცია. კი ბატონო, რეკონსტრუქცია. ამის გარდა ხშირად მოგმართავენ მანდილოსნებიც და არა მარტო მანდილოსნებიც, როგორც ვიცი, ну, რაღაცა არ მოსწონთ, ხო, საკუთარ გარეგნობაში. აი თქვენი აზრით, რამდენად რამეს ზრდის თუ არა თვით შეფასებას მაგალითად ადამიანში პლასტიკური ქირურგია, თუ ეს უბრალოდ ვიზუალური მხარეა, მხოლოდ ვიზუალური მხარის შეცვლა. რატომ მაინც და მაინც მანდილოსნები? მეც გავიკეთე მაგალითად ლიპოსაქცია და ჩემი თვით შეფასება არანაირად ამით არ შეიცვალა. მაგრამ მე ვთვლი, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო არის, რაც ჩემი თავისთვის გამიკეთებია საერთოდ ცხოვრებაში. ასევე ეს არის ჯანსაღი მიდგომა. აი, როდესაც პაციენტი მოდის კომპლექსებით, ან აქვს ცხოვრებაში რაღაც სტრესი მოხდა, ხო? ხდება ესე ზოგჯერ, რომ მაგალითად სტრესის გამო ოჯახი დაინგრა მაგალითად და ამიტომ რომ რაღაცნაირად დაიმშვიდოს თავი, გადაწყვიტა პაციენტმა რომ უნდა იმის გაკეთება, რაც ყოველთვის უნდა და ან არ ვიცი, ნუ რაღაც ოჯახის დაანგრევაზე კონკრეტულად არ არის. არ ვიცი. საერთოდ სტატისტიკურად რომ ნახოთ, როდესაც რაღაც ხდება სოფლიოში ან ქვეყანაში სტრესული სიტუაცია, აი კოვიდის დროს პლასტიკური ქირურგიის ოპერაციების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. იმიტომ რომ სტრესის ფონზე ყველა მიდის რაღაცას იკეთებს, თან ყველა სახში იჯდა იმ მომენტში. მის შეწასავით. ხო, ეხლა მეთქვა. ალბათ. ყველაზე მარტივი გამოსავალი მაგში. მაგრამ მე პაციენტს ყოველთვის ვეუბნე, ახლა ვცდილობ, რომ კონსულტაციაზე მაგას ვერ გაიგებ, ვის როგორი мотиваცია აქვს. ზოგჯერ კებულობ, ზოგჯერ არა, მაგრამ როდესაც ვხედავ, რომ პაციენტი მოდის, იმიტომ რომ აქვს დისმორფული რაღაც პრობლემები, ანუ თვით თავის თავს ვერ ღებულობს ისე როგორც საჭირო არის, ან მოდის რაღაც სტრესის შემდეგ, ან მას არ უნდა და მის მეუღლეს უნდა მაგალითად რომ გაიკეთოს, ან არ ვიცი, ხო, აი ასეთ სიტუაციებში ვცდილობ რომ კი, რა თქმა უნდა, კი. თან ყოფილა პაციენტი რომ რაღაცა უნიშნებია, მაგალითად რომ არა მე არ თავის სულის მიუხედავად მოსულა. თვალს რო გიკრავთ რომ არა მე არ მინდა ამას. ეს ყოფილა და პირიქითაც ყოფილა, როდესაც მეუღლესთან ერთად მოდის და მეუღლეს არ უნდა. მეუღლე ცოტა უკანზის ესე მოშორებით, პაციენტი უფრო ახლოს ჩემთან და იქიდან მეუღლე ესე რომ არ გაუკეთო. მაგ დროს როგორ იქცევით ხო? მე ამ დროს მაქსიმალურად ბალანს ვიჭერ და თუ მოხდა ისე რომ მე უარს ვეუბნები პაციენტს, იქიდან აი რაღაც ბედნიერება, დიდი ბედნიერება. თუ მიიყვანეთ პაციენტი მაგამდე. ხო, საერთოდ მე ვფიქრობ, რომ პლასტიკური ქირურგია ახლა წარმოიდგინეთ მთელი აზრი პლასტიკური ქირურგიის. პაციენტი მოდის ჯამრთელი. რადგან პლასტიკურ ქირურგთან მოვიდა, აქვს იმის საშუალება, რომ გაიკეთოს ოპერაცია, დრო, სურვილი და ნუ ალბათ შემდგარი ადამიანია და არ უჭირს ცხოვრებაში და შეუძლია, იმიტომ რომ პლასტიკური ქირურგია ერთგვარი ფუფუნებაც არის, ხო? კი ბატონო. და აი ამ სიტუაციაში, როდესაც შენ ჯამრთელ ადამიანს, ისედაც ლამაზ ადამიანს აძინებ, ჭრი, კერავ, რაღაცას აკეთებ და შეიძლება ამას კონდეს თავისი რისკები. ამას რა თქმა უნდა ყველა პაციენტს უყვები და ყოველთვის უფრო ცუდი ფერებით ამას უყვები, რომ აი ეს ასე შეიძლება მოხდეს, ისე, ასეთი გართო და როდესაც ამას უყვები,
უყურებ, რამდენად მოტივირებული არის პაციენტი. როგორც თქვენ ამბობთ, თუ არსებობს ასეთი სიტუაცია, რომ პაციენტი არ არის ბოლომდე მოტივირებული, აი არ არის მზად. ამ შემთხვევაში ის თავისით გაიფილტრება. გასაგებია. ამბობს რომ მოვიფიქრებ. და ან ყველაზე საინტერესო რა არის, აი თუ გითქვამ თუ არის რამე ოპერაციაზე. ძალიან ხშირად, საკმაოდ ხშირად. აი ძირითადად აი რა მიზეზია ხოლმე ეს გავს? არა, მე ამას ვერ გავაკეთებ. ალბათ უფრო არ გავაკეთებ, იმიტომ რომ საჭიროება. ხო, ვერ არა, ვერ გიზამ მაგას. ყველა ქირურგი ალბათ სხვადასხვანაირად უპასუხებს ამ კითხვას. ზოგი ქირურგი იტყვის, რომ არ მოკიდებ ხელს თუ მე დარწმუნებული არ ვარ, რომ კარგი შედეგი გამოვა. მე ასეთ კატეგორიას მივეკუთვნები, როდესაც უყურებ შემთხვევას და ვხედავ, რომ ჩემი მეთოდი, შეიძლება გამოცდილება ზოგჯერ როდესაც არ ვიცი როგორ უთხრა პაციენტს უარი, ვეუბნები, რომ ჩემი კვალიფიკაცია არ არის საკმარისი იმისთვის, რომ თქვენ შეგისრულოთ. და იჯერებენ ამას? იჯერებენ, იმიტომ რატო ვეუბნები პაციენტს? იმიტომ რომ მოლოდინი აქვს არა ადეკვატური. გონიათ რომ რაღაც მე შემიძლია რაღაც ჯადოსნური რაღაც გავაკეთო და ღმერთი ვარ და რადგან ასეთი გარეკლამებული ექიმი არის და ამდენ ხანს ველოდებოდი კონსულტაციაზე და ასეთი კლინიკა არის და ასე შემდეგ, ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა ველოდო რა ანჯელინა ჯოლის ვერ დაგასწროს. მაგრამ სამწუხაროდ ვერ და როდესაც პაციენტს უხსნი მაგალითებს აჩვენებს, სიმულაციას აკეთებ და უხსნი, რომ ეს ასე არ გამოვა როგორც გინდა, საბოლოო ჩემი სიტყვა არის ასეთი, ჩემი კვალიფიკაცია არ არის საკმარისი, რომ არ ვარ ასეთი ძლიერი ქირურგი, რომ იპოვე სხვა ქირურგი. მაგრამ არის სიტუაციები, როდესაც აი დღეს კონსულტაციის დღე მქონდა და მყავდა პაციენტი, რომელსაც უნდოდა მკერდის ოპერაცია, მაგრამ ასევე 20 კილო უნდა დავიკლო. ჯერ უნდა დაიკლო, უნდა დაასტაბილურო წონა, მერე უკვე უნდა გაიკეთო ოპერაცია, იმიტომ რომ ნებისმიერი ოპერაცია სხეულზე დამოკიდებული არის წონაზე. ჩვენი სხეული ძალიან დინამიური არის და შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს. ბევრისთვის ეს სიურპრიზი არის. ბევრს გონია რომ ერთხელ გაიკეთე და როგორც არ უნდა იკვებო, რაც არ უნდა გააკეთო, ისე იქნება ყველაფერი. ბატონ კოტე, გავიხსენებ ერთ შემთხვევას, როდესაც ვიყავით თქვენთან ვიზიტზე, მოსაცდელში, თქვენ რაღაც როგორც პაციენტი. კი, არა, როგორც პაციენტი არა, როგორც ჰოსპიტალის წარმომადგენელი. და მესმის რისეფშენში ვინც არის ადამიანი საუბრობს, ზერზარებს პასუხობს და ვიღაც რეკავს. და აგვისტო იყო ან ივლისი არ მახსოვს ზუსტად, აზაფხული იყო და პასუხობს, რომ იცით რა, რიგი გვაქვს და ოქტომბრამდე დაჯავშნილია. არა იმ წლის. ანუ ის ეთყობა ეუბნება პაციენტი, რომ ამ წლის არა იმ წლის, ანუ კიდევ ასეთი სიტუაციაა, ანუ ისეთი მდგომარეობაა, რომ წელიწადი და მეტით გაქვთ გაწერილი ოპერაციები, რაც ვფიქრობ, რომ ოპერაციულადაც საკმაოდ ისეთი რთული ამბავია, რომ აი ესე გაწერო საათებში ერთი წლის იქეთ ოპერაცია, ასე ვთქვათ, ან მიღება ან არ ვიცი მოკლედ რა და ძალიან მაგარია. ამაზე მე ვიტყვი, რომ შეიძლება გადავიფიქრო, იმიტომ რომ დღეში 10 ჯერ ვიცვლი აზრს და ახსენდება ახლა ერთი წელი რომ ველოდო ოპერაციას. კი ბატონო. შეიძლება აღარ მომი. აი ამ ხრივ ეს კარგია. აი ფილტრაცია ხდება. კი ბატონო. რეიგანის ცნობილი ანეკდოტი მახსენდება საბჭოთა კავშირზე, რომელიც ამბობს, რომ ის მანქანების რიგი არისო რა. და თქვენო ისევ 10 წელიწადში მოგიწევთო აი ეს 03 მანქანა და 10 წელიწადში მოხვალთ და წაიყვანთ და დილით თუ საღამოსო და რა მნიშვნელობა აქვს დილით საღამოსო და არა დილითო ის ამყავს სანტექნიკი ყავს გამოძახებული ხო და რაღაც ეგეთი ამბავია რა ანუ წელიწადზე მეტი პერიოდი ასე ვთქვათ გაწერილია თქვენთან ოპერაციების დღესაც ასეთია სიტუაცია ამდენად დიდია ეს მოთხოვნა თუ რა იწვევს ამ ამბავს რა და რა თქმა უნდა აქ ალბათ უცხოელი პაციენტების როლის მნიშვნელოვანია ხო ესაც ასეა, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ასე არის და აქ არის პოზიტიური მხარეც და ნეგატიური მხარე. ნეგატიური მხარე ის არის, რომ ისაც უნდა მალევე გაკეთება ოპერაციის შეიძლება ვერ მოხდეს ოპერაციაზე, მხოლოდ ეს ერთია ნეგატიური. დანარჩენი მხოლოდ პოზიტიური. პირველი პოზიტიური ეს არის ფილტრაცია პაციენტების, ვისაც ნამდვილად უნდა და ელოდება და ნამდვილად გაიკეთებს ამ ოპერაციას. ამ ერთი წლის განმავლობაში შეიძლება მოასწროს სხვადასხვა ქირურგებთან კონსულტაციაზე მოხვედრა, გაიგებს სხვადასხვა აზრს, მოვა შენთან უკვე მეტნაკლებად მომზადებული, ან დაგუგლავს მაინც და შენ კიდე შენ აზრს რომ მოუყვები და აჯახებ ამ გართულებებს და რისკებს და ყველაფერს, უკვე იქნება ამისთვის მზად. ეს კარგია. რატო არის ასეთი სიტუაცია?
იმიტომ არა რომ მე ვარ განსაკუთრებული ქირურგი და რაღაც სასწაულებს ვაკეთებ. არა, ჩვეულებრივი კარგი ქირურგი ვარ, მეტი არაფერი. მაგრამ ესე ხდება საქართველოში და მსოფლიოშიც, იმიტომ რომ მოთხოვნა არის ძალიან მაღალი. მაგალითად, საქართველოში ჩვენ სულ გვყავს ოფიციალურად თუ არ ვცდები 100-ზე ცოტა მეტი პლასტიკური ქირურგი, ვისაც აქვს ლიცენზია. ამ 100 პლასტიკური ქირურგიდან დაახლოებით 60 ქირურგი 70 არის აქტიური. დანარჩენებს აქვს ეს ლიცენზია, როგორც მეორე ლიცენზია, მაგალითად, ონკომამოლოგი პლუს პლასტიკური ქირურგი, ოტოლარინგოლოგი პლუს პლასტიკური ქირურგი. ამ 60 ქირურგიდან, მე დაახლოებით ვამბობ. 30 აკეთებს მხოლოდ რინოპლასტიკას. მადო ეხა თავის სიებს ამოწმებს. ხო, თავის. შემომეცდები ხო მე. არა, დაახლოებით. ხო, დაახლოებით ესე არის. და იმ 30-დან ალბათ 15-20 აკეთებს მამოპლასტიკებს და დანარჩენი ან ერთ რაღაცას ან მეორე რაღაცას. ან მოთხოვნა დიდია მიწოდება არ არის შესაბამისი. რა თქმა უნდა, როდესაც წელიწადში ერთი ადგილი არის პლასტიკურ ქირურგიაში და холод მე ვაკეთებ 500 ოპერაციას წელიწადში და კიდე რამდენი ქირურგი არის, ხო, სულ ვიცით უკვე დაახლოებით დავთვალეთ. ანუ მოთხოვნა მართლა ძალიან დიდი არის. როგორც ადგილობრივი ჩვენი ქართველები, ასევე უცხოელები. და ეს უფრო თანამედროვე ტრენდია თუ ყოველთვის ასე იყო პირობითად 10 წლის წინაც ასეთი იყო, ანუ ეს რა ფაქტორებს უკავშირდება ცხოვრების დონეს, ეკონომიკას თუ აი რასთან არის გადაბმული? თანამედროვე სიტუაცია არის, ნუ ჩვენ ყველამ ვიცით ჩვენი ქართველი ლეგენდა წოპე და ვიცი მსმენია ისტორიები, როდესაც დღეში გაუკეთებია 20 რინოპლასტიკა. მუშაობდა ორ საოპერაციოში, ერთს აკეთებდა მეორეში გადადიოდა, მერე ისევ იქ და 20 რინოპლასტიკა კეთებოდა, იმიტომ რომ მხოლოდ ბატონი წოპე ერთი და სხვა, ნუ კიდე მერე გაჩნდა ქირურგები, მათ შორის მამაჩემიც ქუთაისში, ალბათ 80-იანებში ხო დაიწყო რინოპლასტიკის კეთება და იქაც ბუმი იყო, მაგრამ იმიტომ რომ მოთხოვნა დიდი იყო. დღეს ნუ ეხლა რეკლამა როგორი რაღაც არის, იცის პლასტიკურ ქირურგიაში რეკლამა სოციქსელებში და საერთოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს რეკლამა, რომელიც უფრო შენს გარეშე ხდება და პაციენტი უბრალოდ მაყოფილი პაციენტი ეუბნება თავის მეგობრებს და მეგობრების მეგობრებს და ეს სულ განხილვის თემა და ხო ვისთან გაიკეთე და ამას ეს არის ყველაზე კარგი რეკლამა. და არა სოციქსელები. როდესაც პაციენტი, აი დღეს ყავდა პაციენტები, რამოდენიმე სოციქსელებში ვნახე როგორი შედეგები გაქვთ და მოვედი. მე პირდაპირ ვთხარი, შენ ნახე ჩემი საუკეთესო შედეგები. იმიტომ რომ ცუც არავინ არ დადებს. შეუძლებელია რომ მე ვდებ ზოგჯერ ჩემი პაციენტების ყოფილა ესეთი, მე არის ჩემს სოციქსელში, როდესაც ოპერაცია გაკეთდა, კარგი შედეგია, მაგრამ სადღაც უხეში ნაწიბურია და მესამე სურათია, როგორ ეს უხეში ნაწიბური ჩემივე ოპერაციები დავაკორექტირე და საბოლოოდ იდეალურია. რომ პაციენტს ჰქონდეს მოლოდინი, რომ შეიძლება ასე იყოს მისი შემთხვევაც, მაგრამ იქ უკვე კონსულტაციაზე უყვები ყველაფერს და თქვენ კითხვაზე რა უნდა ვთქვა, როგორ უნდა გიპასუხოთ, რაც უფრო მეტი კარგი პლასტიკური ქირურგი გვეყოლება საქართველოში, მით უკეთესი იქნება და ამიტომ უბრუნდებით ისევ სწავლას და განათლებას არ უნდა დამალოს. დღეს ვინც ყავს პლასტიკური ქირურგები, აი საზოგადოება პლასტიკური ქირურგიის უნდა იყოს მაქსიმალურად გაერთიანებული. უნდა იყოს მაქსიმალური კოლეგიალურობა. მე ამას ვხედავ, არის კოლეგიალურობა ნამდვილად. არის სიტუაციები რაღაც გაუგებრობები, რაც ალბათ ყველა საზოგადოებაში ხდება, მაგრამ კოლეგიალურობა ჩვენ გვაქვს. უბრალოდ იშვიათად ხვდებით და კონგრესზე ხვდებით ზაფხულში, კოლხიდაზე. კიდევ შეიძლება 1-2 ერთხრივ ზედმეტი ტვირთი არის, მაგრამ საჭირო რაც ჯანდაცვამ შემოიტანა ასევე ჩვენთვის პლასტიკური ქირურგიისთვის ეს არის კულების თემა და ეხლა მინიმუმ 2-3 კიდე შევხვდებით ამ კულების ამბავში და კონფერენციებზე და მხოლოდ ასეთი ვარიანტი განვითარების არის რეალური ვარიანტი განვითარების. სხვა შორის კოლეგიალურობაზე ძალიან სწორად აღნიშნეთ, იმიტომ რომ მეც შემინიშნავს, ეხლა მე არ მაქვს შეიძლება დიდი შეხება ამ სფეროსთან, მაგრამ ვიცი რომ არის кейსები, როდესაც და ეს ყველასთან ხდება რა, რომ 100-დან ერთი პაციენტი ან 500-დან ერთი ყავდეს უკმაყოფილო და მას უჩნდება ეგეთი განცდა, რომ მე აი გავიკეთე X ექიმთან, არ მინდა რომ მასთან გამოვისწორო პრობლემა. და ის პაციენტი მიდის სხვა ექიმთან. მე რაც გამიგია
თქვენს ესე ვთქვათ სფეროში არ ხდება ის რომ იმ ექიმმა დაიწყოს რომ უი რაც უდად გაუკეთებია. ის მე როგორც ვიცი, ის ეუბნება რომ ეს ხდება, ეს ნორმალურია და კი ბატონო მივხედოთ და ისიც კი ვიცი რომ ამ დროს ხდება ამ ორ ექიმს შორის კომუნიკაცია. ეს გაგებით ეკიდებიან და ძალიან დასაფასებელია ეს თქვენს წრეში ესე ვთქვათ და ძალიან კი, იმიტომ რომ პლასტიკური ქირურგია ისეთი სპეციალობა არის, სადაც შედეგი ჩანს. ზოგადად ქირურგია ხო ვერ დამალავ თუ რაღაცა და ასევე მოქმედებს პაციენტზე სხვა ხალხის განწყობა, განსაკუთრებით პროფესიონალის. რაც არ უნდა კარგი იყოს ნამუშევარი, მაგრამ პაციენტი მოხვდა სხვა ქირურგთან და იმან რო თქვას, რომ ვაიმე რა ცუდია და ამ მომენტში მართლა კარგი არის, პაციენტს გაუჩნდება უკვე ეჭვები და უკვე დაიწყებს ფიქრს, რომ მართლა ცუდია ალბათ. ფიქრობ ძალიან კაი კულტურა ეს თქვენს. კი, ალბათ მხოლოდ გამოუცდელი ქირურგი იტყვის ცუდს სხვის ნამუშევარზე, იმიტომ რომ ყველა მშვენივრად ვიცით, რომ ყველა პაციენტები წრეზე დადიან და დღეს თუ რამე თქვი შენ კოლეგაზე, ის აუცილებლად დაგიბრუნდება იმ კოლეგიდან კი არა, უბრალოდ კარმა. შედეგად დაგიბრუნდება ალბათ. რა თქმა უნდა, აუცილებლად და მარტო მაგიტო არა. ну ეხლა არასწორია. პროფესია არის ასეთი, რომ უნდა იყოს კეთილი, კარგი განწყობა უნდა გქონდეს და კარგი საქმეები უნდა აკეთო. და პირველ რიგში ვართ ადამიანები და ყველა შეიძლება ადამიანურად უნდა, ხო. ერთ კითხვას, ფოტოში გაგაწყვეტნა, თქვენთვის პლასტიკური ქირურგია უფრო მედიცინა არის თუ ხელოვნება? მაგაზე ხშირად ვფიქრობ, მე ვფიქრობ, რომ 50-50-ზე, რატო? იმიტომ რომ მე რომ თქვა, რომ პლასტიკური ქირურგია ხელოვნება არის. და ხვალ პაციენტს ჩემი ნამუშევარი არ მოეწონება, მე ვიტყვი, ეს არის ხელოვნება, ჩემო კარგო. მე ასე ვხედავ, მე მხატვარი ვარ. მიქელანჯელო ვარ. მიქელანჯელო, შენ თუ არ მოგწონს, მე ეს არ მაწუხებს, მე ვარ მხატვარი, ხო და ესე დავინახე და ესე დავინახე, ხო და ესე ვიტყვი. შენ საერთოდ სამუზეუმო ექსპონატი ხარ, ეს შენ გონია ესე რომ ხო. არა, რა თქმა უნდა, ეს მედიცინა არის პირველ რიგში. მაგრამ ნუ ზოგჯერ ისეთი ოპერაციები კეთდება და ისეთი შედეგები არის და ადამიანის ცხოვრება ეცვლება სრულად და სულ სხვა ადამიანი გამოდის საოპერაციოდან, რომ ნამდვილად ხელოვნება არის. მე მგონი უხილო ფრთებსაც უკეთებთ ხოლმე. ზოგჯერ მეც მიჩნდება ფრთები იმდენად ბედნიერი ვარ, რომ უყურებ ჩემ პაციენტს როგორ. ეგ ალბათ ყველაზე დიდი სიამოვნებაა და ისე თქვენთვის რა არის სილამაზე? თქვენ როგორ აღიქვამთ და ეს კითხვა გამოგზავნილია ქალბატონმა ნინომ გამოგიგზავნათ გამყრელიძემ რა ალბათ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს კიდევ უფრო დააინტერესებთ თქვენი თვალით აღქმული სილამაზე რა არის? ნუ პირველ რიგში სტანდარტები სილამაზის არ არსებობს, ეს უნდა დავაფიქსიროთ. დღეს რაც ლამაზია 20 წლის წინ ლამაზი საერთოდ შეიძლება არც ითვლებოდა. ხვალ რაც იქნება ლამაზი, ისიც არ ვიცით. აი მაგიტო გკითხეთ თქვენთვის. ჩემთვის პირადად სილამაზე არის ჰარმონიაში და შარმი, რასაც ქვია, მაგიტო ტოტალური შარმი ქვია, ჩვენ ტოტალ შარმი ჩვენ კლინიკას, შარმი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. თუ შინაგანად ადამიანს განწყობა ცუდი აქვს, არ ვიცი, ბოროტია, თუ ცუდ ხასიათზეა, რაც არ უნდა ლამაზი იყოს, ლამაზი ვერ იქნება, იმიტომ რომ თუ მოწყენილია, მისი თვალები მოწყენილი იქნება და რაც არ უნდა ლამაზი მკერდიან ფიგურა ქონდეს, ეს არ იქნება ლამაზი. ამავე დროს შეიძლება საერთოდ ზედმეტი წონა აქვს და მკერდის მოშვებული და ცხვირიც ტკეხიანი, მაგრამ ულამაზესი არის, ხო? ამიტომ beauty is in the eye of beholder. ხო, ჩვენ თვალში არის სილამაზი. ჩემთვის პირადად ესე არის. ადამიანი თლიანობაში მისი ჰარმონია, თუ ვიზუალურ სილამაზებს საუბრობთ, პროპორციები, ეს მნიშვნელოვანია. გემოვნება კიდე სხვა არის. გემოვნება, ნუ ახლა მე შეიძლება ანუ სილამაზე თვალებიდან იწყება მაინც. თვალებიდან. თვალები ბევრს ამბობს. შინაგანი სილამაზე. აი თვალებში ყოველთვის იგრძნობა ალბათ დისჰარმონიაც და ჰარმონიაც და. კი, მაგრამ ზოგჯერ თვალებში ვერც იყურები და ესე ქვემოთ დეკოლტეში შეიძლება. შეიძლება გადაწონოს დეკოლტე. შეიძლება გადაწონოს დეკოლტე. აი გემოვნებაზე იყო და ის დროში რო გემოგზაურათ აი მაგალითად. რომელ ისტორიულ ფიგურას გაუკეთებდით ან შეუცვლიდით და რას? აი მერლინ მონროს ქონდა გაკეთებული ოპერაციები და არაფერს არ შეუცვლიდი, მაგრამ კონსულტაციაზე დაიბარებდი. სიამოვნებით. რომ შეხვევაზეც დავიბარებდი. შეხვევაზე.
ხუმრობ რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ლამაზი ადამიანი ისტორიაშიც ვიცით და დღეს ჩვენს გარშემო ბევრი ლამაზი ადამიანია და ყველასთან აი ეს არის ერთ-ერთი დადებითი მხარე ჩვენი პროფესიის. აი ჰიტლერს ჭირდებოდა მე მგონი პლასტიკური ქირურგია. მან და არაფერი ვერ გამოასწორებდა მან. აი წეგან როგორც ვიცი და სავარაუდოდ მიმართავდა პლასტიკურ ქირურგიას. სხვა შორის თუ არ ვწდები ჰემინგუეი ამბობდა რომ სამყაროს გადაარჩენს არა სიყვარული არამედ სილამაზე. თუ სწორად მახსოვს. კი, იმიტომ რომ ძალიან ფილოსოფიური ნათქვამი აქ არის გულისხმობა რომ როგორც კოტაიქიმი ამბობს რომ რაღაცა განსაკუთრებული ფიგურა ალბათ პირველ რიგში შინაგანი სილამაზე რომელიც თავდაჯერებულობას აძლევს ადამიანებს რა. რა არის იცით სილამაზე და სიყვარული ყოველთვის ერთად არის. რაც გიყვარს ის გელამაზება ყოველთვის. ამიტომ მაგ ნათქვამშიც ეს სილამაზე იმაში სიყვარულიც არის, განწყობაც არის, შინაგანიც, ესთეტიურიც და რეალურად ეს გადაარჩენს ხო? სილამაზე, სიყვარული, ღმერთი სიყვარულია, სიყვარული ღმერთია. აი ეს ყველაფერი რა. ხო, ძალიან ფილოსოფიური ამბავია რა. მაგაზე ბევრი შეიძლება. თათა გადავიდეთ რაღაც არაფორმალურ. კი, რა თქმა უნდა, ზუსტად მაგაზე მინდოდა მეკითხა, რომ აი ავტოსპორტით ხართ დაკავებული, როგორც გვაქვს ინფორმაცია და აი რა არის, ნუ ეს გავიგე რომ ჰობია, ძალიან შორს არის ქირურგიიდან. ავტოსპორტი. არა, სხვათა შორის, ალბათ ადრენალინს თუ დაუკავშირებთ, ალბათ ხშირად გაქვთ ხოლმე ქირურგიაშიც ადრენალინი. კი. ახლა აი რატო დაკავდით კონკრეტულად ამ სპორტით? რა გამოიწვია თქვენი დაინტერესება კონკრეტულად ამ სპორტით? ალბათ იმიტომ რომ არ შემიძლია რაღაცნაირი მშვიდი განტვირთვა. არ შემიძლია დავისვენო მაგალითად ზღვის პირას პლაჟზე და ესე მთელი დღე ვიყო. არა, ეგეც კარგია. ესეც კარგია, კი, მშვენიერია. არასდროს არ ისვენებთ მშვიდად? იშვიათად ძალიან. დასვენება ეს არის, როდესაც შეცვლი შენ საქმიანობას ერთ რაღაცას აკეთებ და მერე სხვა რაღაცას აკეთებ და ჩემთვის უფრო აქტიური დასვენება ისაღები არის. ავტოსპორტი დაიწყო ჩემ ცხოვრებაში 2012 წელს. მაშინ მივიღე სარბოლო ლიცენზია პროფესიონალურ ავტოსპორტში რაღაც დიდ წარმატებას არ მივაღწიე, იმიტომ რომ მაგის დროც არ მქონდა და იმდენი ტალანტიც არ მქონდა. ეხლა საქართველოში ძალიან ბევრი ტალანტია ავტომობილელი და სამწუხაროდ უბრალოდ პირობები არ არის და ძალიან მაღალ ბიუჯეტიანი არის ეს სპორტი. აი დათაკაჯაია არის ხა დათაკაჯაია კი ბატონო არენაზე და წარმატებებს უსურვებს აქედან. კი, ნამდვილად წარმატებები დათა ერთ-ერთი ის ადამიანია ზუსტად ვინც მომიყვანა ავტობოლაში. იმიტომ რომ სისწრაფე მანქანები ყოველთვის მიყვარდა და მითხრა რომ ამიხსნა რომ ქალაქში სტრაფაციარული არ შეიძლება. თუ მაგარი ხარ, მიდი სარბოლო ტრეკზე და ანახე იქ კლასი. და იქ არის ხო, რეალურად იქ გაიგებ რა შეგიძლია და თურმე არაფერი არ შეგიძლია. რომ გონია შენი თავი რომ კარგი მძღოლი ხარ. რომელი მარკა თქვენი საყვარელი? ალბათ Porsche მაინც, იმიტომ რომ ყველაზე დახვეწილი საბოლოოდ მისცია ბევრი ვარიანტები, Ferrari-ც, Lamborghini-ც, BMW-ც, Mercedes-იც, ამერიკულებიც, ასეც, მაგრამ Porsche არის ჩემი ხასიათი. აი მე ჩემს სეკრეტ სანტას შევუთვალე საიდუმლო. Porsche და მომიყვანა მოდელი, აი ხა მაგიდაზე მიდევს თქვენგან გასხოვებით, ჯერ მხოლოდ მოდელით დავყავ. GT3 თუ არ ვცდები, მე ყველაზე მეტად მომწონს აი Golden Edition-ია თუ არ ვცდები Porsche 911-ია, ორი შავი ზოლით და ძალიან მაგარია და იმედია როდესაც აუცილებლად, რა თქმა უნდა. ოკეი. გადავიდეთ ქუთაისზე. ქუთაისი ჩემო. რანუ ეს ზოგადად კერძების სიყვარული ალბათ ქუთაისიდან ვიცი, რომ ქუთაისში როცა ჩავდივარ ან ჩადიხარ ადამიანი, ზოგადად არ შეიძლება რომ იგემრიელად ვერ იყვებო. თათა მე ანუ ერთი მაინტერესებს რომ აი კოტეიქიმს შეხება ქუთაისთან რა დონეზე ხო იმიტომ რომ მე მაგალითად დავიბადე, გავიზარდე სკოლა იქ დავამთავრე, ჩემი მშობლები იქ ცხოვრობენ დღემდე. პირველი კითხვა მან ის მომენტია რომ დღეს ფიქრობდი ზუსტად დილით წარო ვამბობდი რომ კითხვაზე ვფიქრობდი. ერთ-ერთი მე დავუკვირდი რომ 18 წელი მაქვს გატარებული ქუთაისში. 24 წელი უკვე ეხლა თქვენი იანვარში 13 წლის. 24 წელი მაქვს გატარებული თბილისში და დღესაც რომ მეკითხები რომ საიდან ხარ, სად დავიხარ, ვამბობ რომ ქუთაისელი ვარ. და ალბათ ესე იქნება და
თქვენი შეხება როგორია ქუთაისთან? ანუ რა მე დავიბადე ქუთაისში და 7 წლის ვიყავი უკვე, როდესაც წავედით ქუთაისიდან, მაგრამ წელიწადში 2 თვე აუცილებლად ვატარებდი კი ქუთაისში. მაგრამ არა მარტო ქუთაისი, ჩვენი სოფელი არის სიმონეთი, ქუთაისთან ახლოს. იქ სახლიც გვაქვს, ხშირად დავდივართ, პატარა სასტუმრო, ძევრი არის ასეთი ადგილი, ულამაზესი ძევრის გამოქვაბულები შეიძლება იცით. იქ პატარა სასტუმრო, რესტორანი გვაქვს ჩვენი, სადაც ხშირად დავდივართ. ქუთაისში მამაჩემმა ერთი კვირის წინ შეიძინა პატარა ფართი და ხსნით პატარა კლინიკას. ვაა, ძალიან მაგარია. ეს იყო მამაჩემის დიდი სურვილი და როგორც იქნა აი ხთინა გადასარევი ინფორმაცია ქუთაისლებს ძალიან მიყვარს ნამდვილად და ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ქალაქია მართლა შემიძლია ასე ვთქვი ქუთაისლები განსაკუთრებით მიხარია აი ყველაზე თქმულად რომელი კერძი გახსენდებათ ბავშვობიდან ქუთაისიდან ბავშვობიდან რაც მახსენდება ის მიყვარს დღემდე ყველაზე მეტად მიყვარს ლობიო აჰა და რომ იმერული ლობიო რომ მითხრან რომ აი ბოლო შენი სიცოცხლის ბოლოს შენი კერძი რა გინდა რომ ითქვა ეს იქნება ლობიო ჭადი იმერული მარილიანი ყველი და ერთი ჭიქა წითელი ღვინო იმერული აი ეს არის ყველაზე გემრიელი რაც გამისინჯია ხო სხვადასხვა კერძები არა დაწუნებული ვარ კი ალბათ არა მაგრამ მე ისე ვერ ვაკეთებ როგორც უნდა კეთდებოდეს სამწუხაროდ მაგის გამოცდილება არ მაქვს მაგრამ ისე ვიცით რომ კარგი მზარეული ხართ და მაგაზე ვისაუბრეთ უკვე ქირურგი უკეთესი ვარ ქირურგი უკეთესი ეს აუცილებელია ალბათ მაგრამ თუმცა ძალიან საინტერესოა რომ ამდენი რამე შეგიძლიათ ზოგადად ეგეთი ადამიანებს ესეც განტვირთვის ნაწილი არის ხო იქაც რო არ ჩერდები ახლა მზარეულობა ისეთი მარტივი არ არის ძალიან რთული არის და იქაც ბალანსი უნდა დაიჭირო აქ რაღაც იხარშება იქ რაღაც და უმაღლესი ესთეტიკა იქაც რა კი ბატონო ესთეტიკა გემოები კი ნამდვილად მნიშვნელოვანი დროის ფაქტორი რომ გამოასწრო ამის მეკეთება წამებში ალბათ მნიშვნელოვანია აი ეს კარგი ანუ დეტალებში საკმაოდ კარგად გარკვეულია შესაბამისად დარწმუნებულია რომ ძალიან გემრიელ კერძებსაც ამზადებს პატიჟოთ იმდენი საუბრობთ დიდი სიამოვნებით ოკეი და ღვინო რომელი ღვინოს ჩვენ ვაკეთებთ გამოარჩევთ ჩვენ ვაკეთებთ სხვათა შორის აქ აპტოსში სადაც თქვენ საწარმოში იყავით იქ წელსაც გავაკეთეთ ნახე თქვენი ვენახები ნახე ძალიან მაგარია ჩვენ იმერული ღვინო არ ქონდა იქ საფერავს ვაკეთებდით და ვაკეთებდით გორულმწვანეს იგი საკაი ხო იქ აპტოსში რაც კეთდება ხო საფერავი არის გორული მწვანე არის იმიტომ რომ ნატახტარში პატარა მიწა გვაქვს და იქ ვენახი და ის რაც არის იმას წურავთ მაგრამ სხვათა შორის იმერეთში სიმონეთში დიდი ხანია ღვინოს დაწურვაზე მე არ ყოფილვარ იქ წითელიც და თეთრიც იმერული ყველაფერი რაც იქ არის ციცქაცოლიკაური ძირითადად რაც ჩვენ გვიყვარს ოკეი, დიდი მადლობა. კითხვა გაქვთ? ერთ კითხვასაც დავსვამ და შემდეგ სტუმარს უნდა დავუტოვოთ რამე კითხვა. თქვენ. რასაც კი პასუხობთ. მე უნდა დავუტოვო. მაგრამ ეხლა უცებ დაგისვამთ კითხვებს, რომელსაც ერთ სიტყვიანი პასუხები უნდა გამცეთ. კი ბატონო. კი ბატონო. სამთვის სიცივე თუ ზაფხულის სიცხე? ზაფხულის სიცხე. ტრადიციული სუფრა თუ ფასტ-ფუდი? ტრადიციული სუფრა. მოწესრიგებული მაგიდა თუ შემოქმედებითი ქაოსი? შემოქმედებითი ქაოსი. თქვენი სუპერძალა რო გქონდეთ, დროის გაჩერება თუ ფიქრების კითხვა? არც ერთი არც მეორე არ მინდა. არა? რა თქმა უნდა. ეს სამყარო ისედაც ლამაზია. ცხოვრება ისედაც ლამაზია. ამიტომ რა თქმა სუპერძალები. კი ბატონო, კინო. ეს უკვე სუპერძალაა რომ. კი ბატონო. კინო სახლში პლედით თუ კინოთეატრში პოპკორნით? სახლში პლედით. აჰა. დროის მანქანა თუ გქონდეთ წარსულში იმოგზაურებდით თუ მომავალში? დღევანდელი დღე არის ყველაზე დასაფასებელი. გასაგებია. მეორევე მინდა. დილა თუ ღამე? დილა. ადრე ღამე იყო.
ეხლა ასაკი მომიმატა დილა. ბოდიში ერთი სიტყვით არ გპასუხე. არა, არ არის პრობლემა, საინტერესოა. სახლში მარტო ყოფნა თუ ბევრი სტუმარი და ხმაურიანი საღამო? ბევრი სტუმარი და ხმაურიანი საღამო, მაგრამ ძირითადად მარტო. ძირითადად მარტო. გასაგებია და ერთი კითხვა რო დავუტოვოთ ჩვენს შემდეგ სტუმარს. არ აქვს მნიშვნელობა ქალბატონი იქნება თუ მამაკაცი, ექიმია პროფესიით, რა თქმა უნდა და შეგიძლიათ ერთი კითხვა დავუსვათ. ის თქვენი შემდეგი სტუმარი პლასტიკური ქირურგი რომ იყოს, რას შეცვლიდა პლასტიკურ ქირურგიაში მაგალითად? აჰა. საინტერესო კითხვა, მშვენიერი. ეს საინტერესოა. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ ძალიან დიდი მადლობა წარმატებები თქვენ მადლობა თქვენ ფორტალს და ჩვენ მეგობრობას გაუმართლეთ. კიდევ ერთხელ უღმესი მადლობა.